გამარჯობა, მე ვარ ივანე ქსნელაშვილი, არქიტექტორი, ცხოვრობ ვილნიუსში და ხანდახან ლონდონში. გუგა კოდეტიშვილი, მხატვარი, დიზაინერი. ბატო წელეთელი არის ჩემი სახელი და გვარი და ვარ მხატვარს ვეძახით რა. ბოლო დროს უყურე ძალიან ფილმი იყო დევიდ ლინჩის ერქვა Braveheart. ბოლო დროს არა, მაგრამ იმის მერე ისევ მინდა მზის ჩასვლა 5000 მეტრიდან და ყველას ურჩევს. ჰიმალაიში სასურველი. რაც მინდა გითხრათ, რომ რაც ვნახე და არის ანახავი ფილმი, არის დოკუმენტური ფილმი, თუ აი ესე, რომელსაც ქვია სპექტაკლების საზოგადოება. და YouTube-ზეც არის, გიდებორის ფილმი არის. რამოდენიმე საათის წინ რაც მოვფრინავდი თბილისში და ვკითხულობდი სულხან საბაორბელიანის მოგზაურობა ევროპაში. მე ძირითადად პოეზიით ვერთობი, უფრო ბოლოს დროა და დროც არ მაქვს სხვა და ყველას ურჩევ, რომ პოეზია ის არის, როცა შეიძლება 5 წუთიც კი საკმარისი იყოს, რომ მთელი დღის განწყობა თან რაღაც გარკვეულის მიიღო და ამის საშუალებას იძლევა ამ აჩქარებულ დროში. რა ვიცი, პოეზია. კერძოდ პოეზია ეგ არის, რომ ახლა ბოლოს წიგნი მე რაც ხშირად მაქვს, ეგ არის აღმოსავლური-დასავლური დივანი. იქ უბრალოდ იმის გამო, რომ გაითარგმანებია, მაგრამ არის მთელი სპარსული პოეზია, კლასიკური, ავსტრიული და რუსული. და ძალიან შეგიძლია ერთ წიგნში, აი რაც გინდა ის გადაშალო. აბსოლუტურად განსხვავებული ფილოსოფია ყველა. ძალიან მაგარი წიგნი უნდა ითარგმნოს სხვა ენებზეც აუცილებლად მე ვფიქრობ, ეს არის ანდრეზები, ზურაბ კიკნაძის შეგროვებული ესეთი გადმოცემები კავკასიონის მთებში, რომლებიც გამოსცა ილიას უნივერსიტეტმა. მე საერთოდ აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ისა, გილგამეშის ეპოსი, რომელიც არის პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, რამდენადაც ვიცით ჩვენ დღემდე. და კიდე მე რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაც მომცა ხაზარული ლექსიკონი არის ეს წიგნი მილორად პავლიჩის. რაც შეეხება მუსიკას, რაღაც ერთი კვირის წინ ვილნიუსში იყო კონცერტი, Played, ესეთი ინგლისური ბრიტანული ჯგუფი არის ელექტრონული. ძალიან კაი იყო და გირჩევთ, ცოტა ძველი ჯგუფი ეგეც, მაგრამ ვინც არ იცის, სასურველია რომ ნახოს, მოისმინოს. Played. მე მგონი არავის არ უნდა მოусმინო. იმიტომ რომ შეიძლება აირიო და ერთადერთი ალბათ შენ ინტუიციას. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში არიან ძალიან საინტერესო კომპოზიტორები, რომლებიც პრინციპში ჩვენ არ ვიცით. ესენი არიან მაგალითად თემურ ბაკურაძე, ნათელა ლაღიძე, ეს არის ქალბატონი ჩემი მეგობრის ბებია, რომელიც 70-იან წლებში წერდა ელექტრონულ მუსიკას. და ძალიან საინტერესო სხვა ნაწარმოებები აქვს, ესეთი ექსპერიმენტულის და სხვა, ანუ თანამედროვე. კიდე მე ვფიქრობ, აი ეს ქართველი კომპოზიტორები, ვინც თანამედროვე მუსიკას წერენ, უფრო უნდა მათი მუსიკა ვიცოდეთ, იმიტომ რომ რამდენიმე ძალიან საინტერესო და ღირებულია ჩემი აზრით. კიდე რა ვიცი, შირლი და სპინოზა არის ერთი რადიო ძალიან მაგარი და ისინი მიქსავენ ლაივში სხვადასხვა რადიოების FM-ებს. და ძალიან მაგარია, სულ შეგიძლია უსმინო მაგას. თბილისში, იმიტომ რომ რა ძალიან ცერი რა. ცოტა უმიარი რა დაიგასწორებს. ალბათ ეგეთი ბევრია, მაგრამ ნიუ-იორკი ალბათ. კალკუტაში მინდა რომ მოხდე მაგალითად. კიდე რა ვიცი, პალერმოშიც მინდა მოხდე, ლისაბონში მინდა მოხდე. რა ვიცი, აღმოსავლეთში კიდე რა, შირაზში ან ესპანეთში. ალბათ ვაჟა მარის კონცერტი მენახა. მე სადაც ყოფილ ვარ უკვე და ისევ გადავიხდიდი, ალბათ ეგ იყო მაილს დევისი. ეხლა რა ჯარეტი ალბათ. არ ვიცი, ხა ეგ ისეთი რაღაცა, ბევრი რამეზე. შეიძლება რო არც ვიცოდე ისეთ რამეზე. ერთობი შემეცეში, ვილნიუსში არის ეგეთი ბარი. ვილნიუსში ძირითადად ერთობი, ყველგანაც არცაც დავდივარ.
მეგობრებთან ძირითადად მეგობრებთან ან ლონდონში ჩემ მეგობრები ჩამოდიან მით უმეტეს უფრო კარგად ვერთობ ან თბილისში რაღაც ჩემ ძმებში ჩვენივრად ვეთყოდი ვერთობი მე ვერთობი ყოველ წუთს და გართობა არის და მუშაობ ყოველ წუთს როცა მარტო ვარ ძირითადად მაშინ ამიტომ მიყვარს მარტოობა იმიტომ რომ მარტო არ ვგრძნობ თავს იმიტომ რომ ვერთობი მუშაობ რაღაცებზე ვკაიფობ სახში ღამე ყველას რო ძინავს ჩამოსულ ტურისტს უჩევდი რა მაქსიმალურად ნახოს ყველაფერი რაც შესაძლებელია ირგვლივ ან მოგზაუროს მაქსიმალურად მან უფრო რაღაც და პერიფერიულ სივრცეებში ალბათ რა აბანოში ალბათ პირველ რიგში ჯერ საქართველოს სპეციფიური ადგილია ძალიან ენერგეტიკული და აქ ჩამოსულ ტურისტს ურჩევდი რომ დასულიყო ინდოეთში და კიდევ უფრო გაეღმავებინა რაღაც გამოცდილებები რეკომენდაცია რა ვიცი დარეკეთ რა ამ კონტაქტით კაი მეგონი არ დავივიწყოთ კლასიკა ყველაფერში მუსიკაში კინოში ლიტერატურაში და მე ხოშეში უნდა არსებობდეს ყველას თავის უნდა ჯეროდეს და ძალიან ბევრი პოტენციალი აქვს ადამიანს დიდი და აი ამ პოტენციალის აღქმა არის მნიშვნელოვანი რამდენიმე გაკეთება შეგვიძლია